ეს არის კლდეზე ცოცვის ისტორიაში 5 ყველაზე ცუდი ტექნიკური ჩავარდნა. ზოგიერთი მათგანი იმდენად იშვიათია, რომ ექსპერტებს მსგავსი რამ არასდროს უნახავთ. ოველი შეცდომა ფატალური ტრაგედიით დასრულდა და ახლა ნახავთ რატო. მოგესალმებით Extreme-ში. როცა ადამიანების უმეტესობა საბერძნეთს წარმოიდგენს, ახსენდებათ თეთრი შენობები, ლურჯი წყალი, თბილი მზე და პატარა კუნძულები, რომლებიც ზღვაშია გაფანტული. ალბათ საბერძნეთს მსოფლიოში კლდეზე ცოცვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილად არ მიიჩნევენ. მაგრამ სწორედ ეს იყო კალიმნოსის კუნძული. ეგეოსის ზღვიდან პირდაპირ აღმართული ნარინჯისფერი კირქვის უზარმაზარი კლდეები. ეს ის ადგილია, რომელზეც მთამსვლელები ოცნებობენ და ერთი კაცისთვის ის თითქმის მეორე სახლი იყო. მისი სახელი იყო პეტერ ხრუვენი და მისი მეგობრები მას მთამსვლელთა სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე კეთილ ადამიანად მიიჩნევდნენ. იმ ტიპის ადამიანად, რომელიც უფრო ხშირად იღიმოდა, ვიდრე ლაპარაკობდა. და 60 წლის ასაკშიც კი პეტერ ხრუვენი კვლავ ადიოდა მარშრუტებზე, რომელთაც სტაზეც ბევრ ადამიანს, ვინც მის ნახევარ ასაკშია, ოცნებაც კი არ შეუძლია. 26 წლის მარტის 27-ს პეტერ ხრუვენი კიდევ ერთ მშვენიერ შუადღეს ატარებდა კალიმნოსის იურული პარკის სექტორში. მისი მიზანი იმ დღეს იყო კლასიკური 60 ფუტის სიგრძის მონაკვეთის, სახელად წმინდა სავასის დაძლევა და არც იმ დღეში, არც კლდეში არაფერი უცნაური არ ჩანდა. ამინდი კარგი იყო, კლდე მშრალი და რადგან ესეთ ადგილას კლდეზე ცოცვა ჩვეულებრივ ორ ადამიანს სჭირდება, ის თავის ახლო მეგობართან ერთად იყო. იმ დილით პეტერი მივიდა იქ, ცარცი წაისვა ხელებზე და სწრაფად ავიდა ზემოთ. წმინდა საბამ კლდეში ლითონის სამაგრები ჰქონდა ჩაბურღული ყოველ რამდენიმე ფუტში ერთხელ მთელ სიგრძეზე, ასე რომ როცა პეტერი ადიოდა ზემოთ, თითოეულ ასეთ სამაგრამდე მიდიოდა და თავისი მოტანილი თოქი ამ სამაგრზე მიმაგრებულ პატარა რგოლში გაატარებდა. შემდეგ აგზელებდა ასვლას შემდეგ სამაგრამდე და მასაც ამაგრებდა. სამაგრის შემდეგ მთელ კლდეზე ზემოთ. ამის მთელი აზრი ისაა, რომ თუ ოდესმე დაუცდებოდა მხოლოდ იმ ბოლო სამაგრამდე ჩავარდებოდა, რომელსაც მიამაგრა, რადგან თოკი იქ დაიჭერდა. მისი მეგობრის საქმე მიწაზე იყო, რომ თოკის მეორე ბოლო დაეჭირა და ისე დაეტოვებინა, რომ საკმარისად თავისუფლად შეძლებოდა მოძრაობა. მაგრამ საკმარისად დაჭერილი ყოფილიყო, რომ თუ ჩავარდებოდა, თითქმის მაშინვე შეეჩერებინა. უცნაური ნდობაა თუ დაფიქრდები. დამზღავს არ შეეძლო დაენახა მისი ხელები ან ფეხები და ზუსტად გაეგო რა მოძრაობას აკეთებდა ნებისმიერ წამში. მათ უბრალოდ უნდა ეგრძნოთ ეს, სადღაც თოკის მოკაჩვით, სადღაც პაუზით, ეგრძნოთ ეს და მზად ყოფილიყვნენ. მაგრამ გონი როცა 60-ის ხარ და წლებია ერთად ადიხარ, უკვე იცი რას ნიშნავს თითოეული მოძრაობა. პეტერმა მწვერვალს მიაღწია და იქ ზემოთ მივიდა წერტილამდე, რომელსაც ანკერი ეწოდება. ეს ძირითადად ორი ჭანჭიკია, რომლებიც ერთმანეთთან მოკლე ჯაჭვითაა შეერთებული და პეტერმა თავი მიამაგრა მასზე, რომ უკან ჩამოსულიყო. და ეგ იყო. ძნელი ნაწილი უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. მან პირდაპირ გააკეთა ის, რისთვისაც აქ მოვიდა. პეტერმა ალბათ ცოტა ხანს ისიამოვნა თავისი მიღწევით, სანამ თავის მეგობარს ეთყოდა, რომ დაბრუნებისთვის მზად იყო. და ეს არის ბოლო ნორმალური წინადადება ამ ისტორიაში. ჩამოსასვლელად პეტერს უბრალოდ უნდა შემოტრიალებულიყო, გაეშვა ქვა, ჩაჯდომოდა თავის უსაფრთხოების კამარში, როგორც საქანელაში, თავისუფლად დაცემულიყო და დანარჩენი თავისი პარტნიორისთვის დაეტოვებინა. ჩამოსვლისას ერთადერთი საქმე თუ ამას საქმეს უცმეს უწოდებთ, იყო ყველა იმ მეტალის რგოლის მოხსნა, რომელიც უსაფრთხოებისთვის თან ჰქონდა ასვლისას. ის ვერ დატოვებდა მათ იქ, ეს ცუდი ალპინისტური ჩვევაა და ეს 60 წლის კაცი ასეთი ნამდვილად არ იყო. ასე რომ, როცა მისი მეგობარი ყოველ რამდენიმე ფუტში დაბლა უშვებდა, პეტერი ხელს თვიდა ჭანჭიკიდან ყველაზე მაღლა მიმაგრებულ რგოლს მოხსნიდა და საკუთარ კამარში აბამდა. შემდეგ მისი მეგობარი კიდევ ცოტა დაბლა უშვებდა და პეტერი იმავეს იმეორებდა. ეს ასე გრძელდებოდა, სანამ ერთ მომენტში პეტერი ჰაერში დაახლოებით 40 ფუტის სიმაღლეზე არ ეკიდა. ის სრულიად მოდუნებული იყო. ისლაც მას ჰაერში აკავებდა, იყო მეტალის ჯაჭვის ანკერი, რომელიც მანქანის წონის დასაჭერად იყო განკუთვნილი და მას დარჩენილი ჰქონდა სულ რაღაც 3 ჭანჭიკი მოსახსნელი, სანამ მყარ მიწამდე ჩავა. ის უსაფრთხოდ იყო. მაგრამ როგორც კი მან თავის მეგობარს ანიშნა, რომ შემდეგ ჭანჭიკამდე ჩაეშვა, ეს მოხდა. თოკის ნელა და რბილად დაჭინვის ნაცვლად პეტერმა მკვეთრი ძლიერი მეტალის წკაპუნი გაიგონა, როცა თოკი სრულიად მოდუნდა. თვალის დახამხამებაში ის სწრაფად ვარდებოდა. ის 40 ფუტს ღია ჰაერში ჩავარდა და მთის შუა გზაზე კლდოვან თაროზე ძლიერად დაეცა. ალბათ წარმოიდგენთ, როგორი მტკივნეულია, როცა 60 წლის ადამიანის სხეული ძლიერად და უეცრად ეჯახება მთის კლდეს. მაგრამ ტკივილისა და ტანჯვის გარდა, რაც მის სხეულს ანადგურებდა, პეტერის გონებაში დაბნეულობა ტრიალებდა.
რა ჯანდაბა მოხდა ახლა? ნუ თუ მისმა მეგობარმა უბრალოდ გაუშვა თოკი და თუნდაც ასე იყოს, სწორედ ამიტომ დააკენა ის დაზღვევის ბოლტები. რატომ არ იმუშავეს? რა ხდებოდა? ქვემოთ მიწაზე მისმა მეგობარმა პანიკით იხვირა: პეტერ! როცა ის და სხვა მთამსვლელები, რომლებმაც დაცემა გაიგეს, კლდეებზე გარბოდნენ მისკენ, ყველაზე ცუდის შიშით. მაგრამ როცა იმ კლდის თაროსთან მივიდნენ, სადაც პეტერი იყო, გასაკვირად კარგად იყო, იმის გათვალისწინებით თუ რა სიმაღლიდან და რა სიძლიერით ჩამოვარდა. ფეხები დაუსერილი ჰქონდა და წელის ქვედა ნაწილი სტკიოდა, მაგრამ ცოცხალი იყო. ეხა მხოლოდ მთიდან ჩამოყვანა და ექიმთან მიყვანა იყო საჭირო. და სწორედ აქ იქცევა ეს ამბავი, რაღაც მართლაც დაუჯერებელ ამბად. პეტერის მეგობარმა მაშინვე გამოიძახა დახმარება, მაგრამ დისპეტჩერი ინგლისურად არ საუბრობდა, ხოლო პეტერის სამთო ჯგუფში არავინ საუბრობდა ბერძნულად. ამიტომ წარმოუდგენლად რთული იყო აეხსნათ, ზუსტად რომელ შორეულ კლდეზე იყვნენ გაჭედილები. მათ სამაშველო ვერტმფრენი ითხოვეს, მაგრამ უთხრეს, რომ ვერტმფრენს დაშვება ვერ შეძლებდა რელიეფის გამო. ერთადერთი დახმარება ახლოს იყო კალიმნოსის სამაშველო ჯგუფი და ამ ჯგუფს, რომელიც თითქმის მთლიანად გაბედული, მაგრამ ჩვეულებრივი მოხალისეებისგან შედგებოდა, 2 საათ ნახევარზე მეტი დასჭირდა, რომ პეტერის ადგილამდე ასულიყო. პეტერი ჩამოვარდა დღის 3 საათსა და 30 წუთზე. იმ დროისთვის, როცა ბოლოს მას საკაცეზე დააბეს და ჩამოყვანა დაიწყეს, მზე უკვე ჩადიოდა. ეს ნიშნავს 3 საათზე მეტ ძლიერ აუტანელ ტკივილში და გზაზე ყველაფერი კიდევ უფრო ქაოტური გახდა. ავარიის ადგილამდე გზა არ იყო. არც ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ შევიდოდა. ამიტომ მოხალისეებს სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ პეტერი ხელით გადაეყვანათ ვიწრო კლდოვან თიზბილიქზე. ისინი ნელად დამღლელად მიიწევდნენ წინ, რამდენჯერმე ჩერდებოდნენ, რომ ბილიკის ციცაბო მონაკვეთები ისე გაევლოთ, რომ საკაცე არ დაეგდოთ. ეს პროფესიონალიზმს ნამდვილად არ ჰგავდა. ერთმა თითქვილმა აღწერა, როგორ გადმოიყარა სამედიცინო ნივთები მაშველის ჩანთიდან, როცა ისინი გადაადგილდებოდნენ. ერთ მომენტში პეტერმა ღებება დაიწყო და ვიღაცამ ყველაზე ახლოს მყოფი ჩანთა აიღო, რომ მიეცა მისთვის, რათა არ დახრჯობილიყო. ღამის 9 საათისთვის რამდენიმე საათიანი ბნელში მთის ფერდობზე ნელა ჩამოსვლის შემდეგ ისინი სასწრაფო დახმარების მომლოდინე მანქანამდე ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა ჰქონდათ გავლილი. მაგრამ პეტერის სხეული უკვე ძალა გამოცლილი იყო. ის ნელა მოდიოდა გუნზე და ისევ კარგავდა მას და სამწუხაროდ 5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიწაზე დარტყმის შემდეგ პეტერ ჰოუბრენი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. ბუნებრივია, კლდეზე ცოცვის დროს მომხდარი უბედური შემთხვევები თითქმის ყოველთვის ადამიანის შეცდომას უკავშირდება. ამიტომ, როდესაც გამომძიებლებმა დაიწყეს იმ დღის მოვლენების შესწავლა, ისინი ელოდნენ, რომ აღმოაჩენდნენ, რომ მას რაღაც არასწორად ჰქონდა მიმაგრებული, ან იქნებ კვანძი გაეხსნა, ან მსგავსი რა მომხდარიყო. მაგრამ, როდესაც მთელ მსოფლიოში კლდეზე თამსველებმა გაიგეს, რა მოხდა სინამდვილეში აქ, ისინი შეშინდნენ. აგიხსნით. პეტერი ჩამოვარდა იმიტომ, რომ ლითონის ანკერები, რომლებიც მას კლდის წვერზე აკავებდა, მოთქდა. მაგრამ ამას უბრალოდ აზრი არ ჰქონდა. ანკერის ჭანჭიკები ერთ-ერთი ყველაზე სანდო აღჭურვილობაა თამსლოთა სამყაროში. ისინი უნდა გაძლოს 10 წლეულები. ზოგი მწარმოებელი გეტყვით კიდეც, რომ 50 წელი უპრობლემოდ გაძლებს, თუ კლდე მშრალია და პირობები ნორმალურია. მაგრამ კალიმნოსი ნორმალური არ არის. ის პირდაპირ ეგეოსის ზღვის პირას მდებარეობს, რაც ნიშნავს, რომ თითოეული ჭანჭიკი, რომელიც ამ კირქვაშია ჩაბურღული, მთელი ცხოვრება მარილიანი ზღვის ჰაერით სუნთქავს. და როცა მარილი ლითონის შიგნით ღრმად აღწევს, პატარა ბზარები იწყებენ წარმოქმნას და შიგნიდან გარეთ იკვლევენ გზას. თვალით რომ შეხედო, ამას ვერაფრით გაიგებთ. და წმინდა საბასზე ჭანჭიკები იმ კლდეში 2002 წლიდან იყო დამაგრებული. ეს ნიშნავს, რომ 24 წელი იმავე მარილიან ჰაერს ჩუმად უმუშავია იმ ჭანჭიკებზე. მაგრამ დამიჯერე კიდევ უფრო უარესდება. ჭანჭიკების მწყობრიდან გამოსვლა გაუგონარი არ არის. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება, მაგრამ მაინც ხდება. რაც იშვიათად ხდება, არის ერთი ჭანჭიკის მწყობრიდან გამოსვლა და შემდეგ მომდევნო ჭანჭიკის მაშინვე გადახვა. ამას უტოდებენ თანმიმდევრულ მწყობრიდან გამოსვლას და ეს ამ სპორტში თითქმის იგივეა, რაც მეხმა ორჯერ დაგარტყას. პეტერმა სიცოცხლე დაკარგა, უცნაური, ერთხელ ცხოვრებაში მომხდარი შემთხვევის გამო, რაზეც ვერაფერს გააკეთებდა. მისმა სიკვდილმა შეცვალა ყველაფერი იმ კუნძულზე. 10 სხვადასხვა საცოცი სექტორი დაიხურა, სანამ თითოეული ანკერი არ შემოწმდა. მისი სამშობლოს კლდეზე ცოცვის ფედერაცია მას საპატიო წევრობა მიანიჭა, მას შემდეგ რაც ის უკვე გარდაცვლილი იყო. ვიღაცამ დაიწყო თანხის შეგროვება, რომ იგივე ბოლტების ხელახლა გამოცვლის ინიციატივა ჩეხეთში დაბრუნებულიყო მისი სახელით.
მაგრამ ეს ყველაფერი ამ 60 წლის კაცს ვეღარ დააბრუნებდა, რომელსაც უბრალოდ ცოცვა უნდოდა და ყველაფერს სწორად აკეთებდა. ეხლა მინდა რომ ყველა ამ 5 შემთხვევაზე ჩემთან ერთად დარჩე, რადგან ყოველი შემდეგი უფრო მძიმეა. და ამას იოლად არ ვამბობ. ყველაფერს შორის, რაც ამ ვიდეოს კვლევისას ვიპოვე, არის ერთი ისტორია ბოლოსკენ, რომელზეც დღემდე ვფიქრობ. ეს ის ისტორიაა, რომელმაც თავიდანვე ამ ვიდეოს გაკეთება მომანდომა. ეს ისტორია იმდენად გულსატკენია, იმდენად საშინელი, განსაკუთრებით თუ მშობელი ხართ და ამ ვიდეოს უყურებთ, ასე რომ დარჩით ჩვენთან, რადგან ნელ-ნელა სწორედ ამ ამბავამდე მივდივართ. ეხლა თუ პეტერის ისტორიიდან ის გაკვეთილი მიიღეთ, რომ ზედმეტი სიფრთხილე არასდროს არის ზედმეტი, მაშინ ფრთხილად იყავით, სანამ ესეთ დასკვნამდე მიხვალთ. რადგან პეტერის დაცემამდე 2 წლით ადრე, ამ 18 წლის კლდეზე მცოცავი ალაბამაში, ჩეროკი როქ-ვილიჯში, აღმოჩნდა სრულიად სხვა პრობლემის წინაშე, იმ დიდ ქვიშაქვის კედელზე, რომელიც მთამსვლელებს ასე უყვართ. მისი სახელი იყო იუთონგ ჟანგი, მაგრამ ყველა მას ფეის ეძახდა და სიმართლე რომ თქვათ, ფეი იყო ბოლო ადამიანი, ვისაც პეტერთან შეიძლება შეადარა. ის იყო 18 წლის და ეს მხოლოდ მისი მეორე შემთხვევა იყო, როცა ღია ცის ქვეშ ადიოდა კლდეზე. და განსხვავებით პეტერისგან, ფეი ზედა დაზღვევით ცოცავდა, რაც ნიშნავს, რომ ის იყო ფიქსირებულ თოქზე, რომელიც ზემოთ იყო დამაგრებული. თოკი ჩამოდის მასთან, შემდეგ ისევ ადის კლდის წვერზე და ჩამოდის იმ ადამიანთან, ვინც მეორე ბოლოს იჭერს. ასე რომ თუ ის მოცურდება, თითქმის არ გადაადგილდება. ეს დამწყებთათვის ასვლის ყველაზე უსაფრთხო გზაა, რადგან თუ მოცურდები, არსად არ ვარდები. თოკი უკვე ზემოთაა და მთელი დროის განმავლობაში გიჭერს. ფეი იმ დღეს თავის ჯგუფში ბოლო იყო, ვინც მისტის სახელწოდების მარშრუტზე ავიდა. და როცა ზევით ადიოდა, აგროვებდა აღჭურვილობასაც, რომელიც მის ჯგუფში სხვებს კედელზე ჰქონდა დატოვებული, როცა თავის რიგზე ადიოდნენ. ამ მარშრუტის ყველაზე ზევით იყო სამაგრი. მაგრამ იმ ჯაჭვის ნაცვლად, რომელშიც პეტერი ჩაება, აქ გამოიყენებოდა რაღაც, რასაც მუსი ჰუკებს ეძახიან. ეს არის 2 დიდი, მძიმე ფოლადის კაუჭი, რომელიც კლდეშია ჩაბურღული და აქვს პატარა ზამბარიანი ჩამკეტები. იდეა ისაა, რომ უბრალოდ აგდებ თოქს კაუჭებში, კარი იკეტება და თოკი ვეღარ ვარდება. ეს უკვე წარმოუდგენლად უსაფრთხოა, მაგრამ გახსოვდეთ, ფეი დამწყები იყო. მის მეგობრებს ის ძალიან უყვარდათ და დამატებითი სიფრთხილეც უნდოდათ. ამიტომ სანამ ფეი ზევით ავიდოდა, მისმა მეგობრებმა ზედა ანკერზე კიდევ ერთი აღჭურვილობა დაამატეს. მათ ჩაკიდეს ჩამკეტი მეტალის კარაბინი 2 კაუჭს შორის, როგორც დამატებითი უსაფრთხოების ზომა, რომ დაცმონებულიყვნენ თოკი ნამდვილად არ ამოცურდებოდა. ისინი ველც კი ხვდებოდნენ, რომ სწორედ ეხლა შექმნეს კატასტროფული შეცდომის ზუსტი პირობები. როცა ფეი მარშრუტის თავზე ავიდა, აღფრთოვანებული იყო. ალბათ ცოტა ხანს იქ დარჩა და ხედით დატკბა, ხოლო როცა ჩამოსვლის დრო დადგა, ზუსტად იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. მოეხსნა დამატებითი საკეტი კარაბინი, დაეტოვებინა 2 მუსის კაუჭი თავის საქმეზე და ქვემოთ მყოფი თოკისთვის მიენდო, რომ მისი წონა დაეჭირა. და სწორედ ასე მოიქცა. ფეიმ მის მეგობარს ანიშნა და უკან გადაიხარა, იმ იმედით, რომ თოკი უსაფრთხოდ ჩამოიხვანდა. ამის ნაცვლად თოკი კედლიდან მთლიანად მოსწყდა და სანამ რამეს ითხოვდა ან გააკეთებდა, ფეი 90 ფუტის სიმაღლიდან პირდაპირ მიწაზე ჩამოვარდა, თავის მეგობართან ახლოს, რომელიც თოქს იჭერდა. ხალხი მაშინვე მიიჭრა. იმ დღეს კლდეზე ექიმიც კი იყო, რომელიც დასახმარებლად გამოიქცა. მაგრამ 90 ფუტიდან მყარ ქაზე დაცემა უბრალოდ. ეს ძალიან ბევრია. ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა. ფეი მაშინვე გარდაიცვალა. მაგრამ ეს არ იყო, კიდევ ერთი ისტორია გაუმართა ვანკერებს. მიზეზი რის გამოც ეს მოხდა, დღემდე მწყინს ყოველ ჯერზე, როცა ამაზე ვფიქრობ. დაუბრუნდეთ იმ მუსის კაუჭებს იმ მარშრუტის თავში. ისინი ისეა შექმნილი, რომ ქვემოდან ამავალი თოკი დაიჭირონ და არა ის, რომელიც ზემოდან აწყვია. მაგრამ რომ მოეშორებინა ის დამატებითი კარაბინი, ფეიმ თოკი 2 დუიმით უნდა აეწია, იმდენად რომ თითები გაეყვანა მის გარშემო. და იმ 2 წამში თოკი კარაბინის საკეტის ქვემოდან ზემოთ აღმოჩნდა. მიწი და მისი მეგობარი ვერ მიხვდებოდა განსხვავებას. ვერავინ მიხვდებოდა. ამიტომ როცა ფეი უკან გადაიხარა, მისი სული წონა დაეცა თოქს, რომელიც ზუსტად იმ ადგილას იყო, სადაც ის კაუჭები ვერ დაიჭერდნენ. საკეტი უბრალოდ ფართოდ გაიღო, როგორც ქანქარის კარი და თოკი მაშინვე ამოცურდა. ეს ფიზიკა იყო. და ამ უბედური შემთხვევის ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ კარაბინი, რომელიც დამატებითი უსაფრთხოების ფენა უნდა ყოფილიყო, ზუსტად ის მიზეზი გახდა, რის გამოც ფეიმ თოკი საერთოდ ასწია. რომ არ ყოფილიყო ის, თოკი ზუსტად იქ დარჩებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო, ღრმად კაუჭებში. არავის არაფერი არ დაუშავებია. მათ უყვარდათ თავიანთი მეგობარი და მისი უსაფრთხოება სურდათ და სწორედ ამან დაუჯდა ამ ლამაზ ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე. ეხლა ხომ ხედავ, არა? კლდეზე ცოცვაში ყველაზე დიდი საფრთხე, როგორც ჩანს, არასწორი აღჭურვილობის ნდობაა.
ასე რომ ალბათ საუკეთესო არჩევანია თავად ააწყო აღჭურვილობა, როცა არსებობს არენდობი, ხომ ასე? ზუსტად ეს ჰქონდა მხედველობაში ტექნიკური სერჟანტი პიტერ კრეინსი 2019 წლის 8 ოქტომბერს, როცა ბოისის აიდაჰოს მახლობლად შავ კლდეებთან გასვლას აპირებდა. პიტერი თავის ოცეულთან ერთად ასეშეშის საჰაერო ძალების 6 დღიან თამსვლელთა კურსს გადიოდა. სამხედროები რეგულარულად ასწავლიან ცოცვას ისეთ ადამიანებს, როგორიც პიტერია, რომლებიც გასამხედროებული სამაშველო სამსახურის მაშველები არიან. ზოგჯერ ვერტმფრენებს არ შეუძლიათ დაშვება იქ, სადაც ვინმე დაშავებულია და სწორედ მაშინ პიტერი საქმეში ერთვება. იმ დღეს ისინი დაახლოებით დილის 11 საათიდან ცოცავდნენ. დღის ბოლოს იყო და ამ სესიის ბოლოს სავარჯიშოდ 3 მათგანს უნდა ჩაეტარებინა დაშვება 50 ფუტის კლდის წვერიდან, სანამ სახლში დაბრუნდებოდნენ. დაშვება თითქმის საპირისპიროა ცოცვასთან შედარებით. კლდეზე ასვლის ნაცვლად თოკის დახმარებით უკან ქვემოთ ეშვები. ეს საკმაოდ მარტივია. თუ ის რაც თქვენს თოკს მთაზე ამაგრებს, ზუსტად თავის ადგილზე დარჩება. ჯგუფი კლდის წვერზე ავიდა, სადაც სხვა გუნდს უკვე დატოვებული ჰქონდა მუდმივი სამაგრი და ალბათ უმეტესობა მთამსვლელებისა ზედმეტი ფიქრის გარეშე მიამაგრებდა თოკს მასს. მაგრამ პიტერმა დაიხარა და აკვირდა მას. შემდეგ კი გადაწყვიტა. ეს არ მომწონს. ზუსტად არავინ იცის რატო. შეიძლება ძველი ჩანდა, ან იქნებ უბრალოდ მისი ინტუიცია იყო. შეიძლება იმიტომ, რომ კაცს სახლში შვილი და ორსული 20 კვირის ფეხმძიმე ცოლი ელოდებოდა, ამიტომაც არ აპირებდა რისკზე წასვლას. რაც არ უნდა ყოფილიყო, პიტერი არ სურდა ჯგუფის ნაკლებად გამოცდილ ალპინისტებს ამ სამაგრს ენდოთო ეთხო. ამიტომაც საკუთარი ანკერი გააკეთა. 2 უძლიერესი მეტალის მოწყობილობა ღრმად ჩაამაგრა კლდის ნაპრალებში. შემდეგ ეს ორი ნაწილი ერთმანეთთან გამძლე თოკით დააკავშირა, რათა შუაში მთავარი მარყუჟი შეექმნა. და ბოლოს, რადგან კლდის პირას იდგა, პიტერმა თავისი უსაფრთხოების ხვედი იმ ანკერზე მთავარ მარყუჟში მიამაგრა, რათა დაეზღვია თავი და არ გადავარდნილიყო, სანამ თავის გუნდელებს დაშვებაში ეხმარებოდა. პიტერმა და მისმა გუნდელებმა ყველაფერი შეამოწმეს, ყველაფერი მყარად გამოიყურებოდა. პირველმა ავიატორმა თავისი თოკი პიტერის ანკერზე მიამაგრა, კლდის პირს ზურგით გადააბიდა, უსაფრთხოდ დაეშვა მიწამდე. იდეალურია. შემდეგ მეორე ავიატორი მიუახლოვდა, თავისი თოკი მიამაგრა, უკან გადაიხარა და კლდეზე დაშვება დაიწყო. პიტერი ზევით იდგა, ჯერ კიდე უსაფრთხოების ანკერში მიმაგრებული და უყურებდა, როგორ ეშვებოდა მისი გუნდის წევრი. დაშვებული ავიატორი მშვიდად ეშვებოდა, სანამ მიწიდან დაახლოებით 15 ფუტის სიმაღლეზე იყო, როცა პიტერის ანკერის ერთი მხარე პირდაპირ ამოვარდა კლდიდან. ეს ნამდვილად საშიში იქნებოდა, რომ არა პიტერის წინდა ხედულება და კლდეში 2 აღჭურვილობის ჩაჭედება. ამ სტილს ეწოდება სარეზერვო ანკერის აწყობა და ასე იქცევიან, იმიტომ რომ თუ ერთი მარცხდება, მეორე დაიჭერს მთამსვლელს. გარდა იმისა, რომ ასე არ მოხდა, ფოგზე მყოფი მთამსვლელი ჯერ რამდენიმე ფუტით მოულოდნელად ჩამოვარდა, შემდეგ კი წამში კიდევ ერთი ხმამაღალი ბზარი გაისმა, როცა ის ბოლო 15 ფუტზე მიწაზე დაეცა. ის მიწაზე დაეცა და სრულიად უვნებლად წამოდგა. მაგრამ როცა მიწიდან თავი აიწმინდა, მაღლა აიხედა და დაინახა, როგორ ვარდებოდა პეტერი ჰაერში, სრულიად დაუცველი. და სანამ გააცნობიერებდა რა ხდებოდა, დაინახა, როგორ პეტერი კლდის ძირში ქვიან მიწას სრულიად მოუმზადებელი მძიმედ დაენარცხა. პეტერის თანაგუნდელები მასთან თითქმის მაშინვე მივიდნენ. ესენი მართლაც მთელი სამხედრო ძალების ერთ-ერთი საუკეთესო ტრავმის მედიკოსები იყვნენ. თუ ვინმეს მსოფლიოში პეტერის გადარჩენის შანსი ჰქონდა, ეს ის ადამიანები იყვნენ, ვინც იმ შუა დღეს მის გარშემო იდგნენ. მათ ჩაატარეს გულფილტვის რეანიმაცია. მათ იქვე კლდის პირას გადაუდებელი ქირურგიული გზით სასუნთქი გზაც კი გაუხსნეს. მაგრამ პეტერი 53 ფუტის სიმაღლიდან ჩამოვარდა. მისი დაზიანებები უბრალოდ ძალიან მძიმე იყო. პეტერ კრეინსი ადგილზე გარდაიცვალა. ის 33 წლის იყო. როცა პეტერმა ის ანკერი ააგო, მან 2 სქელ მეტალის ნაჭერს კლდეში ჩაამაგრა და ერთმანეთთან თოკით დააკავშირა. ვის მსგავსი ფორმა შექმნა. იდეა ის იყო, რომ ეს 2 მეტალის ნაჭერი თოკზე ჩამოკიდებული ადამიანის წონას თანაბრად გაიყოფდა. მაგრამ როცა ერთ-ერთი ნაჭერი ამოვარდა, მათ შორის დამაკავშირებელი თოკი ვის ფორმაში დაჭიმული აღარ იყო. ის პირდაპირ ქვემოთ გაცხდა, როგორც ლიფტის კაბელი, რომელიც მოულოდნელად გაიწყვიტა გადატვირთვის გამო. და რადგან პიტერმა თავისი უსაფრთხოების აღკაზმულობა ზუსტად იმავე აღჭურვილობაზე მიაბა, ანკერის მარცხის შედეგად წარმოქმნილმა ინერციამ ისიც პირდაპირ გადაჰყარა კიდეზე. ვფიქრობ, ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ისაა, თუ რატო მოხდა ეს. გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ ნაპრალები, რომლებიც პიტერმა გამოიყენა, ბაზალტის კლდის ზედა ნაწილში იყო. გარედან ქვა მტკიცედ გამოიყურებოდა, მაგრამ ბაზალტის კლდის ზედა ნაწილში ქვა ხშირად უფრო გახლეჩილია, ვიდრე ჩანს.
ეს თითქმის გავს ახალგამომცხვარი პურის ქერქს. გარედან მყარია, მაგრამ შიგნით უფრო ადვილად იშლება. ამიტომ, როდესაც პირველი სამაგრი ვერ გაუძლო, მოულოდნელმა მოძრაობამ შეიძლება მეორე ნაწილის გარშემო ქვა კიდევ უფრო დაასუსტო. მან ზუსტად არაფერი არასწორად არ გააკეთა, მაგრამ მხოლოდ ერთმა უმცირესმა, თითქმის უმნიშვნელო დეტალმა სიცოცხლე დაუჯდა. პიტერის შემდეგ შეიძლება იფიქრო, რომ ტექნიკური გაუმართავობის ყველაზე ცუდი შედეგი უკვე ნახე. არ გინახავს. იმიტომ რომ ის რაც ევრონკროპს დაემართა, დღემდე გამოცდილ მთამსვლელებსაც კი თავს აქნევინებს. 2002 წლის 30 სექტემბერს ევრონკროპი ცოცავდა ადგილას, რომელსაც ფრენჩმენ კული ეწოდება. ვაშინგტონის შტატში თავის ერთ-ერთ ახლო მეგობართან ერთად აკეთებდა იმას, რამაც ის ასე ცნობილი გახადა. ის ტრადიციულ სტილში ცოცავდა თავის მეგობარ ურდანთან ერთად. ტრადიციული ცოცვა, გულწრფელად რომ თქვათ, ცოტა უცნაურად გამოიყურება თუ ადრე არ გინახავს. რადგან სხვის მიერ მთაში წინასწარ ჩაბურღულ ბოლტებში ჩაჭერის ნაცვლად, შენ იყენებ მეტალის მოწყობილობებს, რომელსაც ქემები ეწოდება, ასასვლელად. ქემი არის ინჟინერიის ბრწყინვალე პატარა ნიმუში. როცა მასზე ტრიგერს აჭერ, მეტალის გვერდები იკეცება. შეაცურებ მას ქვის ნაპრალში, გაუშვებ ტრიგერს და ზამბარებიძლიერად აწვება მეტალის გვერდებს, ნაპრალის ორივე მხარეს. შემდეგ კი შენს თოქს მასზე ამაგრებ. თუ ჩამოვარდები, ქვემოთ მოკაჩვა მეტალს კიდევ უფრო მეტად ავრცელებს და ქვას უფრო მჭიდრო დაჭერს. ასე რომ, როცა ევრონი მაღლა ადიოდა, ყოველ რამდენიმე ფუტში ჩერდებოდა. ეძებდა ნაპრალს ქვაში, ხელს წაიღებდა ქამრისკენ, იღებდა ქამს და ამ ნაპრალში ამწყდებდა, სანამ თოქს მასზე დაამაგრებდა. შემდეგ კიდევ რამდენიმე ფუტს აივლიდა, კიდევ ერთ ნაპრალს მოძებნიდა და ისევ იმავეს გააკეთებდა. ეს ასე აკეთა მანამ, სანამ თითქმის მარშრუტის მწვერვალამდე არ მივიდა, რაც ასვლის ყველაზე რთული ნაწილი იყო. ერთ მომენტში აქ ევრონმა ვერ იპოვა კარგი დასაჯერი, ამიტომ ხელები აუცურდა და ჩამოვარდა. მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო. თუნდაც საუკეთესო მთამსვლელებსაც კი ზოგჯერ აუცურდებათ ხელი, განსაკუთრებით თუ ქვა ცოტა ფართოა ან სრიალა. ზუსტად ამიტომ გაატარეს მათ ბოლო რამდენიმე წუთი დამცავი წერტილების დაყენებაში. როდესაც მისი წონა თოგზე გადავიდა, ზედა კამმა უნდა დაიჭირა იგი. ამის ნაცვლად ის პირდაპირ ამოვარდა ნაპრალიდან. ალბათ ეს ევრონს საკმაოდ შეაშინებდა, მაგრამ პანიკას არ გამოიწვევდა, რადგან იმ კამის ქვემოთ მან უკვე დააყენა კიდევ ერთი და შემდეგ კიდევ ერთი მის ქვემოთ. რამდენიმე დამცავი წერტილის დატენების მთელი აზრი ისაა, რომ ერთმა მეორე დააზღვიოს. როცა ის ვარდებოდა, მისი თოკი მჭიდროდ დაეჭიმა შემდეგ კამზე. ერთ წამს ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს ყველაფერი გამართულად იმუშავა. შემდეგ რაღაც მოხდა, რასაც თითქმის არავინ ელოდა. მეტალის სამაგრი, რომელიც თოქს იმ ნაწილს აერთებდა, შუაზე გადათხდა. როდესაც აღარაფერი დარჩა, რაც შეაჩერებდა, ევრონი თითქმის 60 ფუტზე ქვემოთ ქვებზე ჩამოვარდა. მისი მეწყვილე მაშინვე მიიჯრა, მაგრამ ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მთამსვლელი უბრალოდ აღარ იყო. რა თქმა უნდა, გამომძიებლებს სურდათ გაეგოთ, როგორ მოხდა ეს. დადო თუ არა ევრონმა პირველი აღჭურვილობა არასწორად, თუ კარაბინი თვითონ გაფუჭდა. როგორც აღმოჩნდა, აქ რაც მოხდა, ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო შემთხვევაა, რაც კი ოდესმე წამიკითხავს ცხოვრებაში. დავითხოვთ იმ პირველ კამზე. კამი ჰგავს დაკეცილ ქოლგას. უბრალოდ უნდა დაკეცო პატარა ზომაზე, ჩასვა ვიწრო ნაპრალში და გაუშვა. ის გაიშლება და ნაპრალის ორივე მხარეს მიებჯინება. ეს არის ყველაფერი. ესაა მთელი მოწყობილობა. რაც უფრო ძლიერად მოკაჩავს სახელურს ქვემოთ, მით უფრო მჭიდროდ ეკვრის ეს გაშლილი ქოლგა გვერდებს. ის შიგნით წებოთი არ არის მიმაგრებული, უბრალოდ ჩაჭედილია და რაც უფრო მეტად ქაჩავ, მით უფრო მტკიცედ ჯდება. ეს ჭკვიანური პატარა გამოგონებაა და უმეტეს შემთხვევაში შესანიშნავად მუშაობს. მაგრამ კამებს ერთი გამაღიზიანებელი ჩვევა აქვთ. მთამსვლელები ამას გადაადგილებას ეძახიან. და გულწრფელად რომ თქვათ, ამის აღწერის საუკეთესო გზა ისაა, რომ წარმოიდგინოთ, როგორ აყუდებთ ცოცხს კედელზე. ის იდეალურად გამოიყურება, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ვინმე გვერდით ჩაულის, ოდნავ იწევს. მერე კიდევ ცოტა, სანამ საბოლოოდ აღარ იქნება იქ, სადაც დატოვეთ. კამები ძალიან მსგავსად იქცევიან. როცა თოკი მათ გარშემო მოძრაობს ცოცვისას, ის ნაზად ეკაჩება კამს, ისევ და ისევ. უმეტეს შემთხვევაში არაფერი ხდება, მაგრამ ზოგჯერ კამი ნელ-ნელა უფრო ღრმა და ფართო ნაპრალში გადადის, სადაც ვეღარ იჭერს ისე მყარად. გამომძიებლები ფიქრობენ, რომ სწორედ ეს მოხდა აქ. კამი, რომელსაც ევრონი ყველაზე მეტად ენდობოდა, ჩუმად იყო გადანაცვლებული მანამდე, სანამ ის გადავარდებოდა. ასე რომ, როცა მისი წონა საბოლოოდ დაეცა მასზე, უბრალოდ პირდაპირ ამოვიდა. მაგრამ ეს მაინც არ უნდა მოეკლა. ანუ დაფიქრდი ამაზე. ის უბრალოდ ცოტა უფრო ქვემოთ უნდა ჩამოვარდნილიყო, ქვემოთ მდგარ შემდეგ დამცავზე დაჭერილიყო და შეშინებული, მაგრამ უვნებელი დარჩენილიყო.
სწორედ ამიტომ აკენებ რამდენიმე დამცალ მოწყობილობას, როცა ადიხარ. და ერთი წამით ზუსტად ეს მოხდა. მისი თოკი ქვემოთ მდგომ შემდეგ კამზე დაიჭიმა. მან დაიჭირა, მაგრამ შემდეგ სქელი მეტალის რგოლი, რომელიც მის თოკს კამზე აერთებდა, შუაზე გაწყდა. ეს ის ნაწილია, რომლის დაჯერებას გამომძიებლებს დღემდე უჭირთ. კარაბინერები უბრალოდ არ ხვდება, არასდროს. შეგიძლია მთელი ცხოვრება იცოცო და ეს ერთხელაც არ ნახო. სტანდარტული კარაბინერი გათვლილია 5000 ფუნტზე მეტ ძალაზე. შეგიძლია პირდაპირ პიკაპის მანქანა ჩამოკიდო ერთზე. და მიუხედავად იმისა, რომ ევრონი დიდი, 6 ფუტი და 3 ინჩი სიმაღლის, დაკუნთული ბიჭი იყო, ის ნამდვილად არ იწონიდა 5000 ფუნტს. აბა, როგორ გათდა შუაზე ასეთი ძლიერი ლიტონის ნაჭე? აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი კარაბინის ფორმაზეა დამოკიდებული. წარმოიდგინე საკეტი. დახურული საკეტი მტკიცეა. შეგიძლია მოკაჩო ჩამოეკიდო, მთელი წონა დააწვე და მას არ ადარდებს, რადგან ლითონი ქმნის ერთ მთლიან მარყურს, რომელსაც არაფერი არ ხვევს. ეხლა წარმოიდგინე იგივე საკეტი, ოღონდ ამჯერად პატარა ჩამკეტი ბოლომდე არ ჩაიკეტა. თუ შეხედავ დაკეტილს გავს, მაგრამ ზუსტად იქ, სადაც უნდა იყოს დალუქული, თმის ღერის სისქის ნაპრალი. ესეთი საკეტის გაწევისას შენი წონა მთელ მყარ მარყურზე კი არ ნაწილდება, არამედ მთლიანად იმ ერთ სუსტ ნაკერავზე იღრის თავს. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება დათმოს. კარაბინის საკეტი სწორედ ის ჩამკეტია. მოამაგრე ბოლომდე და კარაბინი ფაქტობრივად მტკიცე რგოლია, მაგრამ თუ საკეტი ბოლომდე არ არის ჩაკეტილი, თუნდაც ოდნავ რგოლი აღარ არის ნამდვილი რგოლი. ეს უბრალოდ მოღუნული ლითონის ნაჭერია სუსტი ადგილით. და სწორედ იქ გაიტეხება, თუ საკმარისი ძალა მოვა. როდესაც გამომძიებლებმა ევრონის აღჭურვილობა ამოიღეს, აღმოაჩინეს, რომ იმ კარაბინერზე საკეტი თითქმის დაუზიანებელი იყო. თუ მასზე დიდი დართმა მოხდებოდა, სრულად დახურულ მდგომარეობაში აშკარა დაზიანებები იქნებოდა, რაც გამომძიებლებს აფიქრებინებს, რომ ის ან ღია იყო, ან ზუსტად იმ მომენტში იღებოდა, როცა ევრონის სრული წონა მასზე გადავიდა. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ როგორც ჩვეულებრივ 1000-ობით ფუნტს გაუძლებდა, კარაბინერი უბრალოდ გათკდა. შეგიძლია დაიჯერო, რამდენად წარმოუდგენლად უიღბლოა ეს. ჯერ გამით შუმად გადადის უფრო სუსტ პოზიციაში. შემდეგ ევრონი ვარდება. შემდეგ ის კამი ამოვარდება. შემდეგი კარაბინი ზუსტად არასწორ პოზიციაში იჭედება და თოკი, რომელიც უნდა დაეჯირა, უბრალოდ წყდება. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა არასწორად წასულიყო, ასე მოხდა და ეს ყველაფერი დაახლოებით 2 წამში მოხდა. და ვფიქრობ, რაღაც უცნაურად სევდიანია იმაშიც, თუ სად მოხდა ეს. ეს კაცი იყო, რომელმაც ევერესტის მწვერვალზე დადგა ფეხი. მან გადაურჩა ზვავებსა და ქარბუქებს დედამიწის ყველაზე მკაცე მთებზე. მაგრამ საბოლოოდ ევერესტი არ ყოფილა ის, ვინც მას იმსხვერპა. ეს იყო ჩვეულებრივი კლდე, მეგობართან ერთად გატარებული იმ შუა დღეს, რომელიც ჩვეულებრივი უნდა ყოფილიყო. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ევრონის ამბავი გულსადგენი, ჩვენი ბოლო ისტორია კიდევ უფრო მეტ ტკივილს იწვევს. რადგან განსხვავებით ყველა დანარჩენისგან, ვიზეც დღეს ვისაუბრეთ, ამ თამსვლელს არც კი მიეცა გაზრდის შანსი. ის მხოლოდ 12 წლის იყო. 2013 წლის მეორე ივლისს ახალგაზრდა იტალიელი მთამსვლელების ჯგუფი ჩავიდა პატარა სამთამსვლელო ქალაქ ორპიერში, სამხრეთ საფრანგეთში. ეს იყო ისეთი ადგილი, რომელიც მთამსვლელებს უყვართ. 7 ქუჩები, მაღალი კირქვის კედლები და ასობით მარშრუტი, რომლებიც ყველა მიმართულებით კლდეებზე ადის. ჯგუფში იყო 12 წლის ბიჭი სახელად ტიტო ტრავერსა. ეხლა 12 წელი ძალიან პატარა ასაკად ჟღერს, მაგრამ რომ გენახათ ტიტო როგორ ადიოდა, ალბათ მის ასაკს 30 წამის შემდეგ საერთოდ დაივიწყებდით. ის კლდეზე ისე შეუფერხებლად მოძრაობდა, თითქოს მთელი თავისი 12 წელი მხოლოდ ცოცვაში გაეტარებინოს. და გარკვეულწილად ასეც იყო. მისმა მშობლებმა ცოცვა მაშინ გააცნეს, როცა ჯერ კიდევ ფეხსაცმლის თასმების შეკვრაში დახმარება სჭირდებოდა. მალე ის ახალგაზრდულ შეჯიბრებებში მთელ ევროპაში იმარჯვებდა, ადიოდა მარშრუტებზე, რომლებზეც უფროსებს უჭირდათ და ჩუმად იქცეოდა სპორტის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა ტალანტად, რაც კი ოდესმე უნახავს ამ სფეროს. მაგრამ თუ მათ ვინც ტიტოს იცნობდა ჰკითხავთ, რას ფიქრობდნენ მის ცოცვაზე, ისინი ჩვეულებრივ მის ღიმილზე გესაუბრებიან, იმაზე როგორ იცინოდა მეგობრებთან ერთად და რამდენად აღფრთოვანებული იყო ყოველ ჯერზე, როცა ახალ ადგილას ცოცვის შესაძლებლობა ეძლეოდა. რადგან დღის ბოლოს ის მაინც უბრალოდ ბავშვი იყო, რომელიც იმ დილით მეგობრებთან ერთად ერთობოდა. დღევანდელი დღე მისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო საფრანგეთში საზაფხულო კლდეზე ცოცვის მოგზაურობა, რომელიც იტალიაში მისმა ადგილობრივმა ცოცვის დარბაზმა მოაწყო. ჯგუფი შედგებოდა დაახლოებით 10 ბავშვისგან დარბაზის ახალგაზრდული გუნდიდან, რამდენიმე მშობლისა და პროფესიონალი ინსტრუქტორისგან.
ტიტოსთვის ეს იყო მისი პირველი მნიშვნელოვანი მოგზაურობა, სადაც საკუთარი მამა გვერდით არ ხავდა, რომ მისთვის ედევნებინა თვალი ამ ლამას თბილ საზაფხულო დღეს საფრანგეთში. მათ გადაწყვეტეს დაეწყოთ ძალიან მარტივი მარშრუტით, როგორც გახურება, სანამ შემდეგ უფრო რთულ ასვლებზე გადავლენდნენ, რადგან უბრალოდ ლოგიკურია, რომ ჯერ სხეული გაახურა. და ტიტო, რა თქმა უნდა, პირველმა მოხალისედ გამოაცხადა თავი. მაგრამ ტიტოს არ ჰქონდა მთლიანი ასვლის აღჭურვილობა. მას მოუწია აღჭურვილობის სესხება თავისი ჯგუფის ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონასგან. კერძოდ მან ისესხა ექსპრესების ნაკრები. ექსპრესი ძირითადად ორი მეტალის კლიპია, რომლებიც ერთმანეთთან მოკლე, გამძლე ქსოვილის ზოლითაა შეერთებული. ერთი კლიპი მაგრდება ბოლტზე, ხოლო მეორე კლიპში გადის თოქი. შუაში არსებული ქსოვილის ზოლია ის ნაწილი, რომელიც მთელ სამუშაოს ასრულებს. ეს არის ყველაფერი. ის გათვლილია 1000-ობით ფუნტის წონის დასაჭერად და 1000-ობით მფამსვლელი ყოველდღიურად ენდობა მას. ტიტომაც ასე გააკეთა. რამდენიმე წუთის შემდეგ მან ასვლის ზედა წერტილს მიაღწია. მან მეგობრებს ქვემოთ გაუღიმა, დაუძახა რომ მზად იყო, შემდეგ კი უკან გადაიხარა და ჰარნეს დაეყრდნო. მხოლოდ ერთი წამით ყველაფერი სრულიად ნორმალურად გამოიხურებოდა. შემდეგ გაისმა ჩუმი წკაპუნი და ტიტო რამდენიმე ფუტით დაეშვა ქვემოთ. მერე კიდევ ერთი წკაპუნი, ის კიდევ უფრო დაეშვა. წკაპ. ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ქვემოთ მყოფმა ადამიანებმა ძლივს გაიგეს რას უყურებდნენ. თითქოს სადაზღვევო წერტილები მის ქვემოთ ქრება. როდესაც მისი მეგობრები მიწიდან აბსოლუტურ შიში უყურებდნენ, 8 ცალკეული სადაზღვევო ელემენტი ერთი მეორის მიყოლებით გამოვიდა მწყობრიდან. ისინი ფაქტობრივად წამებში კედლიდან ამოიხსნენ და მთლიანად მოსწყდნენ კლდეს. ტიტო 60 ფუტის სიმაღლიდან მიწაზე ჩამოვარდა. მას ჩაფხუტი არ ეცვა. მაშველები სწრაფად მივიდნენ და ტიტო დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ჰოსპიტალში ვერტმფრენით. და სანამ ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ, ყველა, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, თავს იმტვრევდა ფიქრობდა, ზუსტად რა მოხდა იქ. ერთი მეტალის ნაწილი შეიძლება გაფუძდეს, მაგრამ 8? მით უმეტეს, როცა ისინი სრულიად ახალი აღჭურვილობა იყო. რაღაცამ ან ვიღაცამ აუცილებლად დაუშვა შეცდომა და ვიღაცამ მართლაც დაუშვა. როცა მაღაზიიდან ექსპრესს კიდულობ, ზოგჯერ ის ნაწილებად მოდის და კარაბინერები უნდა ჩაამაგრო ქსოვილის მარყუჟებში, თავად დააკავშირო ისინი. და რადგან ეს ქსოვილი მოქნილია, ქვედა კარაბინერი ზოგჯერ შეიძლება დატრიალდეს ან თავდაყირა გადაბრუნდეს, როცა ცდილობს სწრაფად ჩაამაგრო თოქი მასში. ეს ძალიან გამაღიზიანებელი. ამის თავიდან ასაცილებლად, აღჭურვილობის კომპანიები პატარა მჭიდრო რეზინის რგოლს უხთავენ, რომლის დანიშნულებაც არის, რომ კარაბინერი სწორად იყოს მიმართული და არ დატრიალდეს, როცა ადიხა. სულ ესაა. ეს არის რეზინის რგოლის ერთადერთი დანიშნულება. მას აბსოლუტურად არანაირი სიმტკიცე არ აქვს. მაგრამ იმ გოგოს დედამ, ვისგანაც ტიტომ აღჭურვილობა ისესხა, ახლახან იყიდა ნაწილები და გოგომ თვითონ ააწყო ისინი სახლში მოგზაურობამდე. და როცა იმ ახალგაზრდა გოგომ თავის მისაღებ ოთახში ექსპრესები ათხოვდა, მან საშინელი შეცდომა დაუშვა. კარაბინი ნამდვილი მარყუჟის ნაცვლად, რომელიც 1000-ობით ფუნტის დაჭერას იყო განკუთვნილი, მან რეზინის რგოლზე მიამაგრა, რომელიც მხოლოდ იმისთვის იყო, რომ კარაბინის კარი სწორად ყოფილიყო მიმართული. მას ამის ცოდნის საშუალება არ ჰქონდა. მას არასდროს უსწავლებიათ, რომ შეემოწმებინა. ის უბრალოდ ბავშვი იყო, რომელიც თავისი შესაძლებლობების ფარგლებში იმ მცირე ინფორმაციით, რაც ჰქონდა, ცდილობდა აღჭურვილობა ისე შეერთებინა, როგორც ეგონა რომ მუშაობდა. როცა მან უკან გადაიხარა, პირველი რეზინის ზოლი მაშინვე გაწყდა მისი წონის ქვეშ. ამიტომაც ის შემდეგ აღჭურვილობაზე ჩამოვარდა. და ის რეზინის ზოლიც გაწყდა. ეს იყო უხილავი შეცდომების დომინოს ეფექტი. დომინო, რომელიც დასრულდა იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე ახალგაზრდა მთავსველი, ვინც კი ოდესმე არსებობდა, საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძოდა. იცით, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ერთ მომენტში თითქმის ჩანდა თითქოს გადარჩებოდა, მაგრამ ვერ გადარჩა. დაზიანებები ძალიან მძიმე იყო. 3 დღის შემდეგ სამწუხაროდ გარდაიცვალა. მოკლე გადახვევა. Hovel Twem არის ისტორია, რომელიც არასდროს ხდება YouTube-ზე. იქ არის თუ გინდათ, Patreon-ზე ბმული ქვემოთა. ეხლა სად გავჩერდით? მაგრამ აქ არ დასრულებულა. ტიტოს მშობლებს არ შეეძლოთ უბრალოდ დაემარხათ მათი 12 წლის შვილი და ეს უცნაურ შემთხვევად მიიღოთ. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს დაუჯერებელი ტრაგედია იყო, ეს ბუნების უცნაური ახირება არ ყოფილა. ტიტო იყო ბავშვი მოგზაურობაში, რომელსაც ზრდასრული ადამიანები აორგანიზებდნენ, მართავდნენ და ზედამხედველობდნენ. ეს ზრდასრულები იყვნენ პასუხისმგებელნი მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ისინი იყვნენ ის ადამიანები, ვინც ყველაფრის ორჯერ გადამოწმებაზე უნდა ეზრუნათ. მისმა მშობლებმა პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვეს და იტალიელმა პროკურორებმა დაეთანხმენ. მათ გაუფრთხილებლობით მკვლელობის სრული გამოძიება დაიწყეს. ეხლა მათ არ დაუწყიათ დევნა იმ პატარა გოგოსთვის, რომელმაც აღჭურვილობა აწყო.
მათ გაიგეს, რომ ის უბრალოდ ბავშვი იყო, რომელსაც უკეთესი არ ესმოდა. ამის ნაცვლად მათ ბრალი წაუკენეს 5 ზრდასრულს. მათ ბრალი წაუკენეს იმ ინსტრუქტორებს, რომლებიც იმ დღეს კლდის პირას იდგნენ, კლაიმბინგის კლუბის მენეჯერს და იმ წარმოებელსაც კი, რომელმაც აღჭურვილობა გაყიდა უსაფრთხოების მკაფიო ინსტრუქციების გარეშე. არგუმენტი მარტივი იყო. 12 წლის ბიჭი არასოდეს უნდა იყოს კლაიმბინგის კედელზე საბოლოო უსაფრთხოების შემოწმებელი. მაგრამ ეს მხოლოდ ტიტოს მიმართ მოვალეობის შეუსრულებლობა არ იყო, რადგან ამ აღჭურვილობის შემოწმების გარეშე დატოვებით ამ ზრდასრულებმა ბიჭს სიცოცხლე დაუკარგეს. და ასევე ახალგაზრდა გოგონა გაწირეს იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება მეგობრის სიკვდილის გამანადგურებელი დანაშაულის გრძნობით ეცხოვრა. ყველაფერი იმის გამო, რომ სიცოცხლისა და სიკვდილის პასუხისგებლობა დააკისრეს, რომელიც არასდროს უნდა ყოფილიყო მისი სატარებელი. სასამართლო საქმე 5 გრძელი მტკივნეული წლის განმავლობაში გაგრძელდა. და ბოლოს 2018 წლის მაისში იტალიურმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. 4 ზრდასრული გამართლდა, მაგრამ ერთი კაცი დამნაშავედ ცნეს გაუფრთხილებლობით მკვლელობაში. ეს იყო ერთ-ერთი ინსტრუქტორი, რომელიც ტიტოსთან ერთად იმოგზაურა. მოსამართლემ დაადგინა, რომ როგორც პასუხისმგებელი ზრდასრული პროფესიონალი, მას ჰქონდა სრული იურიდიული და მორალური ვალდებულება ფიზიკურად შეემოწმებინა ბავშვების აღჭურვილობა, სანამ მათ მიწიდან გაუშვებდა. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა რადგან ეს მისი პირველი დანაშაული იყო, რეალურად ციხეში ყოფნა არ მოუწია. ტიტოს მამისთვის სასამართლო პროცესი სინამდვილეში შურისძიებას არ ეხებოდა. ეს იმისთვის იყო, რომ ისეთი ძლიერი გზავნილი გაეგზავნათ, დანარჩენ მსოფლიოს გვერდს ვეღარ აევლო მისთვის. მან კომპენსაციის სახით მიღებული თანხა დაახლოებით 100,000 ევრო ბოლომდე ბავშვთა საქველმოქმედო ფონდს შესწირა ტიტოს ხსოვნისთვის. და მთამსვლელთა სამყარომ მართლაც მოусმინა. ტიტოს გულსადგენმა ისტორიამ დიდი ცვლილებები გამოიწვია. დღეს თუ იმავე აღჭურვილობას მაღაზიაში იყიდით, შეამჩნევთ, რომ რაღაც შეცვლილია. წარმოებლებმა შეწყვიტეს ერთფერი რეზინის რგოლების გამოყენება. ეხლა ისინი გამჭვირვალე პლასტმასისგან ამზადებენ. ასე რომ, ვინც არ უნდა უყურებდეს, საკუთარი თვალით ნათლად დაინახავს, რკინა უსაფრთხოდ დევს მძიმე ქსოვილზე თუ საშიშად რეზინაზე. ეს პატარა მარტივი ცვლილებაა, მაგრამ მისი გზავნილი ძალიან ხმამაღალი იყო. ჯერჯერობით ყველა ტრაგედია იმაზე იყო დამოკიდებული, რაც მთამსვლელის კონტროლს გარეთ იყო. მაგრამ ჯონ ბაქარმა მთელი თავისი რეპუტაცია ააგო იმ რწმენაზე, რომ უნარი აღჭურვილობას ჩაანაცვლებდა. წლების განმავლობაში ის აჩვენებდა, რომ ყველა მართალი იყო, სანამ ერთ დღეს ეს ვეღარ შეძლო.